ყველაფერი ერთი მზისგან დაიწყო. როდესაც კაფეში მჯდომმა, უცნობმა მამაკაცმა მისი ნამუშევარი ვიტრინის მიღმა შეამჩნია და დასათვალიერებლად გალერეაში შევიდა. დევიდი გავიცანი, აი ამ კაფეში, აი ამ მაგიდასთან ყავას სვავდა. 24 თუ 25 წლის არ იყო ჩამოსული საქართველოში. მე ვიყავი იქ და იმ ცენტრში მე კიდე მზე, აი ზემოთ რომ მზე არის, აი გამოფენის ბოლო ნამუშევარი. შემოიხედა და დაინახე ჩემი მზე. ამ მზემ მომიყვანა, ასე ვთქვათ, დევიდი ჩემთან. თავიდან წარმოდგენა არ ჰქონდა ვის ესაუბრებოდა. ეგონა მისი ნამუშევრით მორიგი ტურისტი დაინტერესდა. ყველაფერს კი მაშინ მიხვდა, როცა მითხრა, ჩამოხსენით ეს ნამუშევარი, მე ვყიდულობო და ეს ისე მითხრა, რომ ფასიც არ უკითხავს. მან უკვე ცოტათი დაუფიქრდი რა ხდება. მე ხა აკრიფეთო გუგლშიო, დევიდ დათუნაო და ნახავთო მე ვინა ვარო. წარმოდგენა არა მაქვს ყველაფერი. რო ავკრიფე გუგლში დევიდ დათუნა და უკვე რომ ამოყარა ეს თელი დროშები და ეს ამერიკა და ეს გაივსო და გადაივსო ინტერნეტი და მეთქარი აი შოკში ვიყავ. დევიდმა ნამუშევარი იყიდა, თუმცა როგორც წარმატების თილისმა დროებით ისევ მხატვარს დაუტოვა. ახლა მხატვარი მთელს წარმატებას ამ ნამუშევარს აბრალებს. სანამ დიდ გამოფენამდე გზას გაიკვლევდა დევიდისგან ერთგვარი დავალება მიიღო. როგორც დიზაინერს შანელის 2 პლანეტა უნდა გაეკეთებინა. აინტერესებდა დავალებას როგორ მოერეოდა. დავალებას შესანიშნავად მოერია და მეტიც, კოსმოსის დიდი სერია შექმნა. საუბარს ისევ მზისგან იწყებს. ოღონდ ამჯერად ზამთრის მზესთან ჩერდება. აი ხა ეს არის მზე. ეს უფრო რაღაც ზამთრის ვარიანტია მზის. მზე არის ჩემთვის მთელი სამყარო, რომელიც მე ენერგიით მტენის. მე ზაფხულის მერე, ანუ ზაფხულში, რასაც ვიღებ მზისგან ენერგიას, მთელი ზამთარი მე ვმუშაობ და ვცოცხლობ ამ ენერგიით. მისაღმაში პლანეტა ვენერა ძლიერ ქალს გამოხატავს. ქალს, როგორც სიყვარულის მატარებელს. საკუთარ პლანეტას კი მარსს უწოდებს. ეს არის ჩემი პლანეტა და ეს არის ჩემი საყვარელი პლანეტა. ამიტომაც არის, მარსი წითელია ჩემ აღქმაში. რაც შეეხება ამ ფიგურებს, ორ ფიგურას ხედავთ, მარს პლანეტა, მარს ქვია ღმერთის სახელი ქვია. ამიტომ ეს ღმერთები რაღაცნაირად დავაჭერინე ამ ღმერთებს ეს პლანეტა თვითონ. ყველაზე რთული კოსმოსური შავი ხვრელის მატერიალიზაცია აღმოჩნდა. დიდხანს ფიქრობდა, როგორ გამოეხატა ყველაფრის შთამთქმელი. ყოვლის მომცველი galaktikis ეს ნაწილი. მე ვიფიქრე, რომ ჯობია გავაკეთო ისე, რომ ყველამ დაინახოს თავისთავად და მთელი სამყარო ჩანდეს თქო. ბოლოს ყველაზე ნაცნობ პლანეტასთან შევჩერდით. დედამიწის მთელი ისტორია თავის აწმყო წარსულით გააერთიანა და ერთ ნამუშევარში მოაქცია. ხვევით არის ისტორია, რომელიც ძველია, აქ-ამაყ 230 ქალაქი და ქვეყანა ჩასმული, რომელიც აღარ არსებობს დედამიწაზე. ყველა სახელები წერია აი ამ სპილოებში. ეს სპილოები ხედავთ, რომ უერთდება, ესეც დროის ელემენტით მაქვს ეს შეერთება დედამიწასთან. უერთდება დედამიწას და მოყვება სარტყელად საათები და კიდევ რაღაცეები. ეს საათები გამოხატავს ყველა თანამედროვე ქვეყნის სიმბოლოა, ასე ვთქვათ, და ყველა ქვეყნის დროსაც ჩვენებს ცალ-ცალკე. თვლის, რომ მისი ნამუშევრები კამერით სანახავი არ არის და მაყურებელს მათ პირისპირ აღმოჩენას ურჩევს. ენერგეტიკა მოდის, როდესაც გეხარ ამ ნამუშევართან და ამიტომ ყველას გთხოვთ ეს 2 კვირა იქნება საქართველოში. მე მიდის მთელი კოლექცია ნიუ-იორკში, ჰემპტონში. და მინდა რომ ნახოთ, იმიტომ რომ ამას აქ აღარ გამოვფენ უბრალოდ. ივნისში თავისი პლანეტებით ნიუ-იორკში, ჰემპტონის გამოფენაზე მიემგზავრება. ადრე ასეთ წარმატებაზე ოცნებაც კი წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ახლა კი ეს მისი არსებული რეალობაა. წინ დიდი მოლოდინებია. სჯერა რომ თავისი კოსმოსი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს.